ვაგრძელებთ ეთერს. ახლა ჩვენ სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია და მასთან ერთად ვისაუბროთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და არამხოლოდ ქვეყანაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მოგესალმებით. საღამოშვიდობისა, ბატონო კახა, ბოლო დღეების მთავარი ამბავი ის არის, რომ რაღაც საოცრად მწვავე კრიტიკას ვისმენთ დასავლეთის მხრიდან, ევროპული ბიუროკრატია ქვეყანას ადანაშაულებს დემოკრატიის უყუსლო, რუსეთის ჯაშუშობა, მოკლედ რა შეფასება არ მოვისმინეთ ბრიუსელიდან ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენი აზრით რა არის ამ ყველაფრის მიზეზი და რა თქმა უნდა მიზანიც გათვლები რა არის სწორედ ამ კრიტიკას. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს. იმედის რადიო ძალიან კარგად მუშაობდა, მივესალმები აქედან იმედის რადიოს. ცოტა გვიანი მიდამ უნდა დავიწყო პერიოდიდან, იმიტომ რომ ესე პირდაპირ ამას პასუხი ვერ გაეცემა. შევეცდები რომ მოკლედ ვილაპარაკო, რომ დროში ჩავეტიოთ. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო სამხედრო დაპირისპირება, იმ ულტრალიბერალურმა, ულტრამემარცხენე ჯგუფებმა გადაწყვიტეს, რომ მოვიდა მათი დრო და უკრაინის უზარმაზარი ცოცხალი რესურსით და მათი ამორჩევლების გადახდილი თანხებით შეიძლებოდა რუსეთის დამარცხება. და ეხლა მოგესხენებათ ასეთ ძლიერ ქვეყანას რომ დაამარცხებ, პრაქტიკულად შენი პოლიტიკური ძალიან პოპულარული ხდება შენი პოლიტიკა, ხო? ასე მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს მერე, როდესაც საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა, პრაქტიკულად გააწიფა მთელი ევრაზია და ცენტრალური ამერიკაც კი, ხო? გაწიფლებული იყო და ეს პოლიტიკური გუნდი ულტრამემარცხენების, ულტრალიბერალების ფიქრობდნენ, რომ როგორც კი რუსეთს დაამარცხებდნენ, აი ამ საშუალებით ამერიკის შეერთებული შტატების გადამხდელების, ინგლისის მოქალაქეების გადამხდელების და ევროკავშირის გადამხდელების ფულით, განმეორდები და უკრაინის ცოცხალი რესურსით, თან 50 მილიონიანი ქვეყნის რაღაც უზარმაზარი რესურსით შეძლებდნენ ამის გაკეთებას და შემდეგ უკვე კი აღარ გაწითლდებოდა, უკვე მრავალფეროვანი დროშების შემოტანა უნდოდა და ის ფერები, რომელიც ვთქვათ იმ LGBT ჯგუფებს აქვს მათ შორის. მაგრამ ისე მოხდა, რომ დაიწყეს რუსეთის სანქციას ეკონომიკურ წნეხში მოქცევაც, შეეცადნენ, არ გამოუვიდათ. კი პირველი დარტყმა ეკონომიკური მიიღო რუსეთმა, რუბლი გაექცათ 80-დან ავიდა 100-ზე, 150-ზე $1, 200-ზეც ავიდა, მაგრამ ისე დასტაბილურდა და ჩამოვიდა. რუსეთმა მოახერხა, რომ ინდოეთის ახლა ბოლოს ინდოეთის გამოყენებით აი ეს ეკონომიკური ეს თავისი მთავარი ერთ-ერთი რესურსი ენერგომატარებლების გაეყიდა და გაეტანა ისევ ევროპელებისთვის მიეყიდა ინდოეთის გავლით, ხო? ეხლა კი დაასანქცირეს თითქოს ევროპელებმა ეს ის რა ქვია ჩრდილოვანი პორტი, რუსების ჩრდილოვანი პორტი, მაგრამ დარწმუნებული არ ახლა რო გითხრა რა სანქციები დაუწესეს, ალბათ იქნება რომ თქვათ არ იყოს 100 მეზღვაურის მაგივრად იყოს 50 მეზღვაური ან რაღაც. ბრიუსელის ურთიერთობა რატო გართულდა? მაყურებელმა რო იცოდეს ჩვენი მოსაზრება, რატო რომ მივიდეთ ნელ-ნელა, იყო ასეთი, ეს მიდიოდა. აი ეს რო დასრულდა და რო ნახეს, რომ სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა კარგად უთხრა, რომ 18 სანქციამ რო ვერ იმუშავა, ხო დაინახეთ, რომ სანქციები არ მუშაობსო, ხო? მოადგილე იყო თუ მინისტრი იყო შეერთებული შტატების უსათანხმო თავდაცვის, აი ამ რამოდენიმე დღის წინ გააკეთა ეს განცხადება. მას მერე საქართველოს როდესაც დაინახეს, რომ ეს არ მუშაობს, გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვისაც გაეკეთებინათ მოწოდება, რომ საქართველოს ჩართულიყო ამ ამბავში. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდება, რაც საჯაროდ არ თქმულა, მაგრამ არსებობს ინფორმაცია. პრაქტიკულად იყო რაღაცა მედიაში გამოპატარა ინტერვიუები კალასის და სხვების, რომლებიც პრაქტიკულად ადასტურებდნენ იმას, რომ საქართველოს ჩაბმა უნდათ, მაგრამ ბუნებრივიც არის, ახლა რატო არ უნდა სდომოდათ, ხო, რაღაცა მე მაგალითად ამ ნაწილში უკრაინელების არც ვამტყუნებ, იმიტომ რომ უკრაინელები ეს ხალხი იბრძვის და მათ უნდათ რომ ჩაერთოს სხვა ქვეყნების რომ მაგრამ საინტერესოა ამ თვალსაზრისით როგორი იქნება მომავალი, იმიტომ რომ ომი შესაძლოა მალე დასრულდეს. ყოველ შემთხვევაში რაღაც ოპტიმიზმის საფუძვლები ბოლო მოლაპარაკებებიდან, განსაკუთრებით ბერლინის მოლაპარაკებებიდან გამომდინარე არსებობს. საინტერესოა, როდესაც ეს ომი დასრულდება, ეს პროცესი, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება და ის კრიტიკა, რაც ბრიუსელს აქვს და ის ზეწოლები, რაც საქართველოსია, შესუსტდება, დასრულდება თუ იგივე დარჩება? ჩვენთვის რა გვინდა, ეხლა ნახეთ, ჩვენ ვფიქრობთ ევროკავშირთან ურთიერთობაზე, მთავარი რა არის, აი ებრაელებმა იციან
ციმესიო რა ანუ დესერტი ანუ რა არის საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობის მთავარი საქართველოს ანუ ის სიტკბო რა უნდა ქონდეს საქართველოს რომ საქართველოს იყოს მშვიდი ეკონომიკურად ძლიერი და არა განადგურებული ხო ანუ ამიტომ გვინდა საერთაშორისო ორგანიზაციები რომ კარგად ვიყოთ შვიდად ვიყოთ ძლიერად ვიყოთ ტკბილად ვიყოთ თბილად ვიყოთ ანუ ციმესი ებრაელების თქმის ეს ციმესი არის ეს ხო და არა განადგურებული და ეხლა ნუ ესენი გვთავაზობდნენ იმას რომ განადგურებულიყვნენ და საქართველოს ხელისუფლებას აი უზარმაზარი წნეხი ჩაუტარეს. აი ხა ნახეთ რა უკრაინასთან მიმართებაში ხა საქართველოს პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დოკუმენტს მოაწერა ხელი. ყველა საერთაშორისო იმაში რუსეთის საწინააღმდეგო უკრაინის ხარდასაჭერად რამდენიმე დღის წინ იყო მაგალითად საერთაშორისო საჩივრების კომისიის დაფუძნება იყო და ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა და შეუერთდა 35 ქვეყანა. ბევრი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ უერთდებოდნენ ისეთ რეზოლუციებს, სადაც საქართველოს მეურდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პუტინის სააგაზე ანუ გასამართლებას ითხოვდნენ. ანუ საქართველოს ყველაფერში მზად იყო. საქართველოს აი ნახეთ რა, მე თვითონ პროფესორი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ვკითხულობდა, აი მე უყურებდი როგორ ვაგროვებდით, აი პირველი პერიოდი რო იყო და ძალიან ის რო იყო, როგორ ვაგროვებდით სტუდენტები, პროფესორები, აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ სადღაც 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეთ. თან ისე რომ აი როგორ კარგად მახსოვს ცით რომ ესე იგი რომ უთხარით რომ რექტორატმა თქვა რომ თუ გინდათ მოვიყვანთო იმათო რომ ჩავალაგოთო რა დაგვეხმარონო მუშებიო და არაო ბავშვებმა ჩვენ თანატოლებსო ჩვენი ხელითო ჩაულაკებთო და ჩვენ უნივერსიტეტს დაძმობილებული უნივერსიტეტები ყავს უკრაინაში და რექტორმა მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარებები მაგრამ რექტორმა დავით გურგენიძემ აკადემიკოსმა თავისი ხელი ჩაუტანა მე ნახეთ ის თქვა მინდა რომ გულით გაკეთებული იყო ეს არის ის კი არ იყო რაღაც ტრაფარეტული და რაღაცა ვალის მოხდის კი არა გულით გაკეთებული არ აღმოჩნდა საკმარისი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა ხო და ეხლა რიტორიკულად კითხულობ რატო არ აღმოჩნდა სანქციების საკითხიც ხო ჩვენ ნახეთ როგორ აღმოჩნდა თორმე ბალტიისპირეთის ქვეყნები რომ ვისკის და ღვინის მთავარი მიმწოდებელები არიან რუსეთში ამ დროს საქართველოს ღვინის ქვეყანაზე ბევრად უფრო ხო და რატო ათენშიც კი რიტორიკულად კითხულობთ რატო არ აღმოჩნდა ეს გულით გაკეთებული სკოლები გახსნილი სკოლები დახმარება ამ უკრაინელების რატო არ აღმოჩნდა საკმარისი ეს არის მინიშნება რომ სამხედრო არა სამხედრო არაფერს არ აქვს ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია სამხედრო თვალსაზრისით გაგვეკეთებინა ამაზე არ იყო ლაპარაკი იყო მხოლოდ რომ სანქციები მეტი არაფერი და რატო არ აღმოჩნდა იმიტომ რომ ვერ უხსნიდა უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი ზელენსკი რატო ყიდულობდნენ საქართველოში ბიჭები ყვავილებს გოგოებისთვის შეყვარებულებისათვის და უკრაინაში გოგოები სასაფლაოზე ბიჭებისთვის მისატანად ყვავილებს აი დაახლოებით რიტორიკულად რო ვთქვა აი ამას ვერ ხსნიდა რატო მოერია პატარა საქართველოს ხელისუფლება ამხელა წნეხს და ამხელა უკრაინის ხელისუფლება რატო ვერ მოერია ამხელა წნეხს მოდით შიდა პოლიტიკურ პროცესს ვისაუბროთ, რაც დაიწყო სწორედ აი დასავლეთთან გადასვლა რახან ებრაელი ვახსენეთ და ციმესი ვახსენეთ, მოდით რაღაცა ამ რამოდენიმე წლის წინ ძალიან საინტერესო ოპერაცია ჩაატარეს ებრაელებმა იმაში რო ჩადეს პეიჯერში რო ჩადეს ნაღმები, ხო? ეხლა ნახეთ, ანუ ზოგიერთ ამ დასავლელ ჩვენს პარტნიორს, ბჭყალებში პარტნიორს ეგონა რომ საქართველოს იქნებოდა აი ეს პეიჯერი დანაღმული პეიჯერი, როცა იტყო და აფეთქდებოდა, ანუ აფეთქდებოდნენ ის პეიჯერში გულისხმობთ საქართველოს ხო, აი ამ ადამიანებს, რომ აი რომლებიც ახლა აფეთქებდნენ ქვეყანას აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეიძლება ხო, მაგრამ ნუ კიდე ანუ იმის თქვა მინდა რომ მართლა იმ კალასებს და იმ ქალბატონს რომლის მამაც პირდაპირ კომუნისტური ბაბუა ხო მოსკოვში ჩამოდიოდა სატრაბახოთ და უხაროდა ტრაბახობდა მოსკოვში ჩამოსასვლელად თვითონ ნამგალთან და უროსთან აქ ფოტოები მაქვს წამოღებული უბრალოდ დრო არ მინდა რომ დავაკარგოთ კალასის როგორ აქვს გადაღებული ეს ქალბატონი საქართველოს ახლა ნამდვილად ვერ გადააქცევს დანაღმულ პეიჯერად იმიტომ რომ გენეტიკა არ იყო აი ოპოზიციას და NGO-ებს და შიდა აქტორებს რა როლი ქონდა ამ პროცესში ეს არის მნიშვნელოვანი რა როლი ქონდა იგივე პრაქტიკულად იგივე ამ ის როლი ქონდა ეს არის ძალიან ამას მეცნიერული განმარტებაც აქვს თუ არ ვწდები ქვია სიმენ
გამახსენდება რა ქვია მეცნიერულად, ანუ შეუძლებელია რომ ელემენტები ქაოტურად იყვნენ შეერთებულები და ანუ გადაწყვიტეს რომ ეს პოლიტიკური ელემენტები ქაოტურად შეერთებინათ აი ამ მათ პატრონებს და აი ამ ქაოტური შეერთების გამო კი მიიღებდნენ რაღაცას და რაც მიიღეს აი ეს ვითომ რაღაცა რევოლუცია რომ და გადატრიალება უნდა მოეხდინა და პრეზიდენტის სასახლეში შევალა კი რაღაცეებს ღებულობენ, მაგრამ რეალურად ვერაფერი ვერ გააკეთეს. ეს პროცესი იყო ორგანიზებული და მართული ქვეყნის ფარგლებს გარედან თქვენ როგორ თავისთავად, იმიტომ რომ კიდე აი ზუსტად მაგის თქმა მინდა რომ ის ნაწილი, რომელი ნაწილის აი აქ შეკრებილი არის აი ეს ხელოვნურად და ნახეთ, აი საქართველოს ხელისუფლებას ვერ ედავებიან რუსულს რატო ეძახიან, ედავებიან და ეძახიან, იმიტომ რომ ისინი ყავთ სააკაშვილი ყავს დაჭერილი ყავთ ვიღაცა ისინი და ორი კანონი გვაქვს, ერთი ქვეყნის ისა ოჯახური ღირებულებების დამჭერა. ანუ სხვა პრეტენზიას ვერ ეუბნებიან. სხვა პრეტენზიას ვერ ეუბნებიან, რომ თქვა რომ აი შენ იმიტომ ახარ რუსული ხელისუფლება, რომ აი ამ ევროინტეგრაციის გზის შეჩერება, ჩახერგვა ევროპული გზის, საგარეო კურსის ცვლილება, ბრალდება ბევრია. ამათ აბრალებენ, ანუ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გახდა, არ აქცია თავისი ქვეყანა ნაღმების აი ამ პეიჯერად, თავის ქვეყანა არ აქცია და დღეს აი ეს ყვავილები მიაქვთ მეთქი მამაკაცებს, ახალგაზრდა ბიჭებს გოგოებთან და არა გოგოებს ახალგაზრდა ბიჭებთან, როგორც უკრაინაში ხდება საფლავებზე, აი ამას ვერ პატიობენ. ანუ ვერ ხსნიან, მაგრამ როგორ იქნება მომავალი? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წელი სრულდება, საინტერესოა სამომავლო პერსპექტივა რა ჩანს ამ მოცემულობით. აი ამ საჭადრაკო დაფაზე, რასაც ახლა უყურებთ ზემოდან, ან გვერდიდან, რა შეიძლება იყოს ურთიერთობების განვითარება? როგორი შეიძლება? აი ნახეთ როგორ იყო, როდესაც ბაიდენის ხელისუფლება, აი ძალიან მაშინ როდესაც ნახეთ ზელენსკი ბაიდენის არჩევნებში დაყვებოდა და არჩევნებში ეხმარებოდა ზელენსკი ბაიდენს, ხო? მაშინ, ნუ ეს ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლება ბუნებრივად კომაგობდა ტრამპს. და პრაქტიკულად აი იმის გამო რომ ტრამპის კომაგისტები ვიყავით, ხო, ანუ ჯერ წამოვიდა რაღაცა დაცინიზმი, დაცინვა რომ აუ თქვენ ტრამპს კომაგობთ, მერე აი აგრესია, მერე აი ამ ლიბერალური, ულტრალიბერალური და აი ამ ულტრამემარცხენე პოლიტიკური ძალების აი აგრესია წამოვიდა, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა, შეიცვალა ხელისუფლება იმაში შეერთებულ შტატებში, მოვიდა ტრამპი და აბსოლუტურად შეცვალა აუ 2 წუთიც კიდე უნდა ვიცი აი გათხოვდრო და 2 წუთიც არა 2 წუთიც ანუ უნდა ვილაპარაკ უნდა ვთქვა იმაზე რა ქვია აი ტრამპის მოსვლასთან ერთად მინდა ვისაუბრო ნატოზე ნახეთ რა გააკეთა ტრამპმა საერთოდ ის ტრილიონები რომელიც შექონდა შეერთებულ შტატებს ნატოში აბსოლუტურად აღარ შეგვდა უთხრა რომ თანაბრად შევიტანოთო ევროპელებს უთხრათ ევროპელებმა რა გააკეთეს იმის მაგივრად რომ ნატოში გაეზარდა თავიანთი წილი თავის ქვეყნებში გაზარდეს შემოსავალი, ანუ გერმანიამ დღეს ბიუჯეტში 50 მილიარდით გაზარდა თავდაცვის ხარჯები, ანუ დაიწყეს თავიანთი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების გაძლიერება და ნატოს აკლდება ეს ფინანსები და ფინანსების შემცირება ნატოსთვის პრაქტიკულად სულის ამოღებას ნიშნავს, ანუ ნატოს დასრულებას ნიშნავს, შესაბამისად ანუ თუ თავდება ეს საერთაშორისო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ჩვენი ამ საერთაშორისო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციების გაწევრიანება რაღაცა პანაცეა ხო არ არის რაღაცა დივიდენდი უნდა მიიღოს აღარ მიჩნევს მიზანშეწონილად ნატოს გაფართოებას ხო აი მაგას ხო და აღარ აფინანსებს ანუ შესაბამისად ამოვიღოთ კონსტიტუციიდან ამოვიღოთ ამ ნატოში სწრაფვა და ევროკავშირის სწრაფვა ამოვიღოთ იმიტომ რომ ნუ მინიმუმ ჯერ ხო აბსოლუტურად ყველა სამართლის პროფესორი ყველა სამართლის აბსურდული რაღაცა არის შეტანილი კონსტიტუციაში კონსტიტუცია სხვა კანონია არ არის მისი ადგილი საერთაშორისო საით მიდიხარ რა რომ მესმის რომ რაღაცა დემოკრატიული ინსტიტუტების უჭერ მხარს ეგრე რო დაწერო კიდე შეიძლება მაგრამ ის რომ რაღაცა ნატოში შმატოში ან სადმე მიდიხარ ანუ მადლობა სინკრეტიზმი ქვია ანუ სინკრეტიზმი როდესაც ელემენტები ქაოტურად არიან შეკრებილები და აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგიერთი ჟურნალისტების თავყრილობა არის წმინდა სინკრეტიზმი რომელიც აი ნიშნავს ქაოტურად კრებას შეკრებას ელემენტებს მათ შორის პოლიტიკური ელემენტების კახაძაგანია მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა ჩვენს ეთერში